გამომდინარე იქიდან, რომ მათ ადრე დაკარგეს სახელმწიფოეობა, სომხებით განსახლებული ტერიტორიები მუდმივად იყო განაწილებული სხვადასხვა იმპერიებში. ანუ იშვიათად ექცეოდა სომხური ტერიტორიები ერთ კონკრეტული იმპერიის ქვეშ. თუ თქვენ გადაავლებთ აი ამ ბოლო 1000 წლების რუკებს, ის იყო გაყოფილი რომის იმპერიასა და პართიას შორის, სასანიდურ ირანს შორის, ბიზანტიასა და სპარსებს შორის, ნაწილი მე არაბებმა დაიპყრეს, ნაწილი დარჩა ბიზანტიის კონტროლქვეშ. შემდგომ მონღოლებმა დაიპყრეს ის, შემდგომ გაყოფილი იყო ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა სპარსეთს შორის, შემდგომ ის მესამე გამყოფი დაემატა რუსეთის სახით. ამიტომ სომხების ეროვნულ გააზრებაში გაიფანტა ის თუ სად არის სომხეთი, ანუ რომელ ანუ პოტენციურ სომხურ სახელმწიფოს სად უნდა ეარსება და როდესაც აი პირველ მსოფლიო ომის შემდგომ კავკასიის სახელმწიფომ შეძლო დამოუკიდებლობის გამოცხადება, ზუსტად ეს პრობლემა იდგა სომხეთის აი ნაციონალისტურ მოძრაობაში და მათ ასე ვთქვათ ჰქონდათ მაქსიმალისტური ამბიციები, რომ ისინი სომხეთად თვლიდნენ თითქმის ყველა იმ ტერიტორიას, სადაც სახლობდნენ სომხები. მათ შორის ეს იყო დღევანდელი სომხეთის ტერიტორია, ძირითადი მათი პრეტენზია ეს იყო დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილი, უკიდურესი აღმოსავლეთ ანატოლია კონკრეტულად, ეს არის 4 ძირითადი რეგიონი, ვანის რეგიონი, ითლისის რეგიონი, ერზრუმის რეგიონი და ტრაბზონის რეგიონი, სადაც სომხები იყო განსახლებული. ასევე სომხებს პრეტენზია ჰქონდათ ბაქოზეც, სადაც ბაქოში ცხოვრობდნენ სომხები და ასევე საქართველოს ნაწილზეც, ქვემო სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და თბილისზეც. ანუ ეს იყო მაქსიმალისტური გააზრება სომხების, თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სევრის ხელშეკრულების შემდგომ შეერთებულმა შტატებმა, კონკრეტულად პრეზიდენტმა უდრო ვილსონმა პოტენციურ სომხურ სახელმწიფოს განუსაზღვრა საკმაოდ მოზრდილი ტერიტორიები, დღევანდელ სომხეთს დამატებული ზემოთ ჩამოთვლილი თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის ეს 4 რეგიონი. ტრაბზონი, ერზრუმი, ბითლისი და ვანის რეგიონი, სადაც ძირითადი სომხების კონცენტრაცია იყო. ვილსონიანური სომხეთი ეწოდება ამას. თვითონ ამ ვილსონიანურმა სომხეთმა საკმაოდ ეს ლეგიტიმაცია შეძინა ამ დიდი სომხეთის იდეას, ალბათ ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში ასეთ დიდი სომხეთის რუკასაც და აი ამ გააზრებამ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა რეალურად და დამოუკიდებელი ახალი სომხეთის სახელმწიფოს ნაციონალიზმიც დაეფუძნა ექსპანსიურ გაგებას. რეალურად სომხეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დამოუკიდებლობა არა მაგალითად მოსკოვთან წინააღმდეგობაში გამოაცხადა, არამედ მის მეზობელთან, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანთან წინააღმდეგობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ყარაბაღს მოიაზრებდა აი დიდი სომხეთის ნაწილად და რეალურად სომხური ნაციონალიზმი შინაარსი მდგომარეობს ექსპანსიურობაში. სომხური ნაციონალიზმი იყო ექსპანსიური და მისი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ადრე თუ გვიან უნდა შეიქმნას დიდი სომხეთი. თვითონ პრეტენზია თურქეთის მიმართ, რომ თურქეთმა აღიაროს სომეხთა გენოციდი, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ტერიტორიები, ეს თურქეთის დღევანდელი ტერიტორიები ეკუთვნის ისტორიული სომხური ტერიტორიებია და თუ კი ამას ამ შემთხვევაში თურქეთი აღიარებს, გარკვეულწილად ის ვალდებულებასაც იღებს თუ ეხა ამ სომხების ამ ტერიტორიებზე დაბრუნების არა რეპარაციების გადახდის. ამიტომ ეს გენოციდის აღიარების მოთხოვნაც არის აი დიდი სომხეთის იდეის შემადგენელი ნაწილი.